ესე იგი ჩივლები ჩავმითვალე რა როგორი მოხდი თავის ხოები ყურებში წვილი და ხმები ამის შედეგად უძილობა მიჭირდა ბალის თავის დადება და უარესად გადატრიალება და ძალიან დიდი ტკივილები მთელი ეს ბეჭიდან აი ეს და კის თავის არეში ეს მთლიანად მეწოდა და თავის ხოები და ღებინების შეგრძნება არ წელი ბატონო წელი აი ამეებში მткиოდა აი ეს ძალიან ეხლა ბევრად ძალიან უკეთესია ორი წვია ძილით გამომისწორდა თავის მოძრაობა თავისუფლად შეგვიძლია თვალებით გვერდზე ვერ მიხედებოდი თვალები ხოვდა და უკვე თავისუფლად შეგვიძლია ძალიან კმაყოფილი ვარ გაიხარე ხედეთ ეს არის რუქა რომელიც ერთგვარი დამხმარე საშუალება კისიდან გამომავალი ნერვები როდესაც მოჭრეტვა ხდება რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ანუ მაგალითად თუ დაბუჟებას გრძნობთ ნეკათიჩი ან არათიჩი ხო ან საჩვენებელი თიჩი და შუა თიჩი მიზეზებს ვეძებთ კისერში ანუ კისრიდან გამომავალი ნერვებში მწვანეფერი რაც არის ეს არის კისრიდან გამომავალი ნერვები რა სანერვიანებს ზედა ნაწილში ну ხა ცისფერი ეს არის გუნკერის და მუცლის ხრო მაგრამ ხა მას არ გამიხილავთ შეხედეთ შესაბამისად რა დაავადებები შეიძლება გამოვიწვიოთ C პირველი შემთხვევაში ანუ პირველი როდესაც იჭყლიტება შეიძლება იყოს როგორც პროტრუზია თიაქარი ან მალის არასწორი პოზიცია უყურეთ ტვინი ჰიპოფიზის შიდა ყური სიმპათიკური ნერვული სისტემა რა პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი შაკიკი ნერვოზი მაღალი არტერიული წნევა გადავიდეთ პირველი მეორე მალა ეს კისრის უბანი თვალი მხედველობისა და სმენის ორგანოები თავის ქალის ზედა ნაწილი რა შეიძლება გამოიწვიოს ხედველობის გაუარესება სმენის დაქვეითება ალერგია მეორე მესამე მალა სახის ნერვები კბილები გარე ყური ნევრალგია ნევრიტი მესამე მეოთხე ცხვირი ტუჩები პირი C4 C5 ყელი რა შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაქვეითება ადენოიდი ცხვირხახა ნუშურების გადიდება ყელის ტკივილი ლარინგიტი ხედავთ აი რამდენ პრობლემასთან გვაქვს საქმე ხო ამიტომ თუ რაღაცა მსგავსი ჩივლები გაქვთ ხშირ შემთხვევაში მიზეზი არის კისერი აი როგორც იმ პაციენტის შემთხვევაში იყო ამიტომ ამ ჩივლებს მიაქციეთ ყურადღება მე სპეციალურად გავაჩერებ რომ თუ რაღაცა ვიდეო გააჩეროთ კადრი უყუროთ აი კისრის შემთხვევაში თქვათ მე სპეციალურად აღარ გამიხილავ ყველას აი გულკერდის შემთხვევაში TH ნიშნავს გულკერდიდან გამომავალი ნერვები პირველი მეორე ნიშნავს რომელი ნერვია აი L ნიშნავს წელიდან გამომავალი ნერვები და შესაბამისი რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ამიტომ თუ რაღაცა კადრში შეგიძლია გააჩეროთ და დაათვალიეროთ რომ თუ მსგავსი ჩივლები გაქვთ პირველ რიგში ეძებეთ პრობლემა ხერხემალში სულ ეს იყო მადლობა ყურადღებისთვის